რა არის ADHD სინამდვილეში. ADHD არ არის მხოლოდ ყურადღების ნაკლებობა. ეს არის ყურადღების რეგულირების სირთულე. მოდი ავხსნა ახლა რას გულისხმობ ამაში. პრობლემა არ არის ყურადღების უქონლობა. პრობლემა არის რამდენად შეგვიძლია საჭირო დროს ყურადღების მიმართულება, ასევე გადართვა და შენარჩუნება, როდესაც რაღაც სხვა ინფორმაცია მოდის. ADHD-ს მქონე ადამიანებს ჩვენ შეგვიძლია ძალიან ღრმა კონცენტრაცია გქონდეს. ზოგჯერ ზედმეტიც კი, მაგრამ ეს გვახსოვდეს იმაზე, რაც ჩვენთვის საინტერესოა. მაგრამ როცა საქმე ერთფეროვანი, მოსაწყენ ან დაგვიანებულ შედეგს გვაძლევს ემოციების, აი ამ პერიოდში ჩვენ twins უჭირს ჩართულობის შენარჩუნება. და როგორც კი რაღაცა სხვა სტიმული შემოვა, მნიშვნელობა არ აქვს ხედველობით თუ ხმით. ეგრევე ჩვენ გარეთ გავდივართ. ბავშვებისთვის მით უმეტეს ძალიან ხშირად არის, რომ მასწავლებლები ხშირად სვავენ და ხშირად გაბრაზებულები არიან, რომ აი როგორ რამდენჯერ უნდა ავხსნა და ეს კიდე არ გაგიგია. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვმა ეს არ იცის, აი მაგალითად 2 მივუმატოთ 2. ბავშვმა იცის 2 მივუმატოთ 2. დარწმუნებული იყავით, ADHD-ის ბავშვმა იცის, რომ ეს 4-ია. უბრალოდ სანამ მასწავლებელი შემოტრიალდება და შეკითხვას დაусმევს მთელ კლასს, ამან უკვე დაკარგა იმის აღქმა და ინტერესი, რომ როგორ გასცეს პასუხი. და დარწმუნებული იყავით, როგორც მე მთაწმინდის გორაზე სად მივდიოდი კაცმა არ იცის, მარსზე ავდიოდი, ეს ბავშვიც უკვე მარსზეა გასული.